ქართველი პოეტის ბატონი პეტრე ბაგრატიონი გრუზინსკისადმი დიდი მეგობრობისა და თაყვანისცემის ნიშნად დანიელმა ასტრონომმა რიხარდ ვესტმა 1976 წელს მის მიერ აღმოჩენილ მცირე პლანეტას ცხეთა დაარქვა. წმინდა მარია მელოცოთ მოედი მელოცოთ წადია ვიცი უჩემოთას აქ ბევრი დადია მაგრამ შენ ვერ ნახავ ჩემს სავით დარდიას წმინდა მარია ერთ-ერთი უაღრესად საინტერესო კაცი, რომელიც მე შემხედრია ჩემ ცხოვრებაში, იყო პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი. ჩვენ ყოველ ასეთ მარგალიტს, როგორც პეტრე გრუზინსკი, ეს გრუზინსკია, მაგრამ ბაგრატიონი იყო ისა, განსაკუთრებული ადგილი უნდა მიუჩინოთ. როგორც მწერალს და თვითონ იმ მოვლენას, რომ ის იყო ბაგრატიონი. და ის იყო ერეკლე მეფის ნაშიერი. პეტრე გრუზინსკი რო არ ყოფილიყო, შეიძლება სიმღერები, რომელსაც ჩვენ მღეროდით და ყველა მღეროდა და თეატრებისთვისაც წერდა, სპექტაკლებისთვის და კინოსთვის, არ შემდგარიყო არც ერთი სიმღერა. სიმღერისთვის ლექსის დაწერა ყველას არ შეუძლია. მე კარგ პოეტებს გულისხმობ. არის ძალიან ბევრი ძალიან კაი პოეტი, ვისი ლექსიც მუსიკაზე ცოტა ძნელია. შესასრულებლად. და პეტრეს ტელეფონით რო სიუჟეტს ვეთყოდი ხოლმე ტელეფონით. პეტრე ეს მინდა გრილებმა გაიღიმეს ის აშაყირებდა ხოლმე რეზოლაღით. მე ახლა ვფიქრობ იმაზე რომ ყოფილიყო ახლა ცოცხალი რეზოლაღიძე, რომ ყოფილიყო ცოცხალი არჩილ კერესელიძე, შოთა მილორავა, რომ ყოფილიყო ცოცხალი გოგი ცაბაძე, რას შესანიშნავად ილაპარაკებდნენ პეტრეზე, ვინაიდან მათ არა მხოლოდ შემოქმედებითი ურთიერთობა ახასიათებდათ, არამედ ადამიანური ურთიერთობა და თითქმის მთელ თავისუფალ დროს ერთად ატარებდნენ. ანკესი და თოფი გვაკავშირებდა ძირითადად. აი მოვლილი გვაქვს აფხაზეთის მთიანეთი ერთად. ეს არაგვის ხეობა, მთის საკალმახე მდინარე, მაშინ კალმახი იჭირებოდა ჩვენ მდინარეებში. თანაც კიდე პეტრე იყო უბწყინვალესი პოეტი, შესანიშნავი პოეტი, რომელსაც თავის ცხოვრებაში ლექსი არ დაუბეჭდია და მრავალი ათეული წლების განმავლობაში ოჯახს ინახავდა ქართული სიმღერებისთვის წერდა ტექსტებს. მე მაგალითად ხშირად რა მიმართება, რომ ვიგებ, რომ ესა თუ ის ლექსი არის ბატონი პეტრესი, ძალიან ბევრ ჩემსავით უაღრესად პოპულარული ლექსები გონია ხალხური. ინატრებდი და ვისურვებდი, რომ პეტრე გრუზინსკისნაირი პოეტები, თუნდაც მსგავსებული, თუნდაც ისეთი ადამიანები, რომლებიც მაგალითს აიღებენ პეტრე გრუზინსკისგან, რომ კიდევ გაჩნდნენ, იმიტომ რომ დღეს ქართულ სიმღერას ლექსი აკლია, სიტყვა აკლია პეტრე გრუზინსკი. და იყო ესეთი კაცი, როგორც მე წარმოვიდგინე, ქართველი კაცი, ინტელექტუალი, პოეტი, მოკეიფე, ცხოვრების მოყვარული. ეს არის ადამიანი, რომელიც ალბათ არის სიმბოლო თბილისელობის, ვაჟკაცობის, ნიჭიერების, მეგობრობის და იმ საოცარი ქართული ლირიკის, რომელიც ახლავს იმდროინდელ პოეზიას და იმდროინდელ მუსიკას. დედა ჩემი ამბობთ, აი როგორ ეთყობაო ეს გვამიშვილობა ამ კაცს. აი მეფის თამავალის, ჩვენ ხო ძალიან ლამაზი კაცი იყო, გარეგნე, მაგრამ აი თავისი
ქმედებით, ინტელექტით, ხლამოხრით, რა ვიცი, ყველაფრით და ბატონი პეტრე იყო მამას მეგობარი, განუყრელი მეგობარი, თანაავტორი. მამა ხშირად ამბობდა ხოლმე, რომ არა პეტრე გრუზინსკი მისი შემოქმედება არ იქნებოდა ის, რაც დღეს არის. რაღაც განსაკუთრებული სხივი გამოხრთოდა თვალებიდან, მაგრამ ჩვენ მისევდაც მუდამ თანსდებდა. დიდი ტკივილი მუდამ თან დახონდა, მაგრამ ამაზე კრინცაც არ ზრავდა. ვისწავლე გულში ჩამარყვას ზევდის ნაძალადები ღიმილიც ვიციო. თავი ეჭირა როგორც ყველაზე პატარა კაცს და სინამდვილეში ის პატარა კაცი ხო არ იყო. ის დიდი კაცი იყო და მე არ მახსოვს მაგას სიამაყით სადმე გაიაროს. სულ ის ღიმილი იყო, რომ თითქოს გაღიარებდა შენ. მაშინ როდესაც პირიქით ის უნდა გვეღიარებია ჩვენ. მე და მოგზარი ბატონი პეტრეს ვაჟი ერთ ჯგუფში სწავლობდით მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნოში და თანაჯგუფელები ძალიან ხშირად დროს ერთად ვატარებდით. აი სწორედ იმ სტუდენტობის წლებიდან მახსოვს მე უდიდესი შემიძლია ვთქვა მშობლიური მსურველობა როგორც დეიდალიკას, ასევე ბატონი პეტრეს მხრიდან და ეს სიტყვები შეუძლია თქვას თითქმის ყველა ჩემმა ჯგუფელმა. ის რომ მე გამოვიჩინე ინიციატივა, რომ აი ეს ფილმი შეიქმნას, სულ ერთი პატარა წვეთია იმ დიდი მადლიერებისა, რაც მე ამ დიდი ოჯახის და დიდი ბატონი პეტრეს მიმართ მაქვს. ეხლა ხშირად ვიკრიბებით ჩვენ მეგობრები და აი ბატონმა გოგიჩლაიძემ ერთხელ ესეთი სადაგძელო თქვა, მოდით მოვიგონოთ ყველა ეს ხალხი, ვინც ასე გვიყვარდა ჩვენ და ვისაც პატივს სცემდით და ერთი სიტყვით დიდებს გაუმარჯოსო ესე თქვა. იმის მერე ეს სადაგძელო რაღაც ავიტაცეთ და როცა ერთად თავართ ხოლმე ეს ყოველგვარი განმარტების გარეშე ვამბობ, მოდი დიდებს გაუმარჯოს და ეხლა თუ მკითხავენ, რომ ერთი სიტყვა მოვნახო ისეთი, რომელიც რაღაც ჩემთვის ძია პეტრეს მნიშვნელობას აღნიშნავს, ვიტყვი რომ ის დიდი იყო. ამამღერებს უზიროზეცა სამბახის გვერი თუ მილხის მღერი თუ სევდიანო მაინც ამაღერი ამამღერებს პარდების სუთქვა ხაჩოს ფერი ალბა სიმღერა თუ დამარახლეს ოდამეც მღერი Chito margarito da Chito margarito da ბატონი პეტრე პეტრესზე ბაგრატიონი გრუზინსკი ამ ქვეყანას 1920 წლის გაზაფხულზე მოევლინა. იმ ბედნიერ გაზაფხულზე, როდესაც მისი სამკვიდრო საქართველო რუსეთის იმპერიისაგან თავისუფალი იყო და ნათელ მომავალზე უცნაურდა. მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დიდხანს არსებობა არ ეწერა და 1921 წლის თებერვალში იგი უკვე წითელი რუსეთის კლანჭებში აღმოჩნდა. თითქმის 2 წლის იყო პატარა პეტრე, როდესაც მამა პეტრე ალექსანდრესზე გარდაეცვალა და არავინ უწყოდა. ბაგრატიონებისადმი, ისევე როგორც მთელი ქართველი თავადაზნაურობისადმი მტრულად განწყობილ კომუნისტურ ქვეყანაში, როგორც წარიმართებოდა მისი ბედი. ოთხშაბათი 8 თებერვალი 1922 წელი თამარ ალექსანდრეს ასული გრუზინსკისა შვილებით აუწყებს ნათესავებს და ნაცნობებს უძირფასესი მეუღლის პეტრე ალექსანდრეს ძის გრუზინსკის გარდაცვალებას. პანაშვიდი ყოველდღე საღამოს 6 საათზე საკუთარ ბინაზე, კრილოვის ქუჩა ნომერი 10, ბინა 4. ცხედრის გამოსვენება ბინიდან ქუჩავაც 9 თებერვალს დილის 9 საათზე და წასვენება ქაშვეთის ეკლესიაში და იქიდან ვოკზალზე ცხედაში წასასვენებდა.
დაკრძალვა მოხდება მცხეთაში, საგვარეულო აკლდამაში, პარასკევს 10 თებერვალს. ბატონი პეტრე ალექსანდრეზე ბაგრატიონი სვეტიცხოველში პირველ რეგისტრში დაკრძალეს, სადაც განისვენებენ მეფე ვახტანგ გორგასალი, ერეკლე მეორე და გიორგი მე-12. ვერავინ, თვით კომუნისტებიც კი წინ ვერ აღუდგა იმ ფაქტს, რომ იგი სამეფო წარმოშობის მეფე ერეკლეს შვილთაშვილის შვილთაშვილი გახდა. სკოლის დამთავრების შემდეგ პეტრე გრუზინსკი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ჯერ უცხო ენების ფაკულტეტზე გერმანულს ეუფლება, შემდეგ ფილოლოგიურ ფაკულტეტზე აგრძელებს სწავლას. პოეზიით ბავშვობიდანვეა გატაცებული და ლექსებს თამარაშვილის ფსევდონიმით ავრცელებს. სხვა გატაცებაც ჰქონდა, თეატრი. იმ დროს უნივერსიტეტის სტუდენტთა დრამწეს ცნობილი მსახიობი პიერ კობახიძე ხელმძღვანელობს და ბატონი პეტრეც ამ დაშში ერთიანდება. მასთან ერთად სპექტაკლებში მონაწილეობდნენ შემდეგში ცნობილი მსახიობები: მედეა ჯაფარიძე, იაკობ ტრიფოლსკი, გრიგოლ კოსტავა, ზახარია ჩლაიძე, კომპოზიტორ გიორგი ჩლაიძის მამა, ნათელა ფოცხორაშვილი, ვანიშკა მახარაძე, მსახიობ აბდო მახარაძის მამა და სხვა. ისევ გაწუხდა განსაკარდა ბრეთა ჩემი დიდები ეთიმოლოგები სუმრად უნივერსიტეტშივე გადადგა პირველი ნაბიჯები რეჟისურაში. დადგა პუშკინის ქვის სტუმარი და მის მიერვე თარგმნილი ლერმონტოვის დემონი, მენეჯენისა და ვებერის პიესა ჩემი მეგობარი. შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში საფრანგეთიდან ჩამოსული ცნობილი რეჟისორის ვასო ხუშიტაშვილის ასისტენტია სპექტაკლზე მარგარიტა გუწიე. შემდეგ ხაშურის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. პირველივე ნაბიჯები რეჟისურაში წარმატებული აღმოჩნდა და ამდენად მისი პროფესიული მომავალი თითქოს გადაწყვეტილი იყო და ამიტომ საქართველოს კულტურის სამინისტროს რეკომენდაციით მოსკოვში პრესტიჟულ საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სასწავლებლად აგზავნიან, მაგრამ უარს ამბობს. კინორეჟისორობაზე უარს ამბობს იმიტომ, რომ ბატონი პეტრე სულით პოეტი გახდათ. საქართველო იყო მისი ლირიკის მუზა, სატრფო, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა. მე შენზე ლოცვით ავიდგე ენა, მიწას ვკოცნიდი ხარბად და სხვა ღმერთები არ მყარებია ჩემი სამშობლოს გარდა. ურიუგდე საქართველოს თებრძალელიას იავნანას დედასავი თკბილად მღერია. გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ საბჭოთა საქართველოში ცხოვრობდა მეფე ერეკლეს პირდაპირი შთამომავალი. ეს კი იმ ეპოქაში ძალზედ საშიში იყო და მისგან, როგორც ბაგრატიონისაგან, განსაკუთრებულ სიფრთხილესა და თავდაჭერილობას მოითხოვდა. მაგრამ სისხლი მაინც თავისას ლამობდა. დავარტყი მუშტი საფლავს რკინიანს, დავძახე შეკრთა პირქუში ღამე, საუბარი სურს პოეტს ჟინიანს, იქნებ დღეს მაინც გამიგოთ რამე. აღსდექით მეთქი ბაგრატოვანო, გეძახით შვილი განამთვრალები, სურს თვით სიკვდილიც ავახმოვანო, ჩემი ლექსები საელვარებით. რა უშფოთველი ძილი გწოდნიათ, მე მყუდროება მომკლავს ამგვარი. იქნებ გრცხვენიათ, რომ მე წოდვიანს თქვენი მქუხარე გამომყვა გვარი. და ცნობილია ის ამბავი, რომ ერთ-ერთი მთავარი დარტყმა
როდესაც ერეკლე მეფის ხელმოწერა მოხდა, იმიტომ რომ ერეკლე ამას არ ელოდა, რა თქმა უნდა. რაც გააკეთეს რუსეთმა იმ დროს თავისი პოლიტიკით, იყო ის ამბავი, რომ ბაგრატიონები განედევნათ საქართველოსთან. და სხვადასხვა გუბერნიებში გადაასახლეს, ნორმალურად ცხოვრობდნენ ეკონომიურად ყველაფერი, მაგრამ საქართველოში არ იყვნენ. არა მარტო ბაგრატიონები, სხვა შორის წყინვალე გვარები, სხვაც, მაგრამ განსაკუთრებით ბაგრატიონები. იმიტომ რომ სულ ეშინოდათ, რომ არ მომხდარიყო, ეს ფუძე იყო საერთოდ ქართული ეროვნული სიძლიერისა, ბაგრატიონების გვარი. და პეტრეს დედა, ქალბატონი თამარ დეკანოზიშვილი 1939 წელს საქართველოსთან ბაშკირეთში სწორედ იმიტომ გადაასახლეს, რომ ბაგრატიონის მეუღლე იყო. შემდეგ ჯერ შეიწყალეს, მერე ხელმეორედ გადაასახლეს. გადასახლებაში თითქმის 5 წელი გაატარა და სნეული დაბრუნდა სამშობლოში. დავიღალე დედი, ძლიერ გადამისვი თავზე ხელი. მინდა ბავშვად ვიგრძნო თავი, მინდა ვიყო უდარდელი. ჭაღარა მაქვს უკვე თმაში, დავიხსენებ უკვე მყობაც. აი, ვზივარ შენს კალთაში, საახალწლოს ველი ნობაც. გვიანია, მეძინება, მე კი ვფხიზლობ ძალით და ნაძვის ხეიღიმება მრავალფერი სანთლის ზალით. დავიღალე დედი, ჩქარა გადამისვი თავზე ხელი. მინდა ისევ ბავშვი ვიყო, მინდა ვიყო უდარდელი. დღეს ჩამოვრჩი ყველას, სადღაც სუნთქვით დავაყოვნე. ვისავთხო აბაშველა, ამ ჯიუტი გულის მქონემ. დავიღალე დედა, გესმის, გადამისვი თავზე ხელი. მინდა ისევ ბავშვი ვიყო, ჯიუტი და უდარდელი. პოეტი 24 წლის გახდა. 24 წლის ჭაბუკმა სავარაუდოა იცოდა, რომ მის ყოველ ნაბიჯს საგულდაგულოდ უთვალთვალებდნენ და პატარა შეცდომასაც კი არ აპატიებდნენ და არც აპატიეს. პოეტმა 1944 წელს ერთი პატარა ლექსი დაწერა და მის მიერვე დაარსებულ ხელნაწერ ჟურნალ ანათემაში გამოაქვეყნა. დღეს ბაგრატიონს აღარ მარტყია, მეფე ერეკლეს პირბასრი ხმალი. ნაირმალივით გულზე მატყვია, შენი პატარა ფეხების კვალი. აი ამ ლექსის გამო სარედაქციო კოლეგიის წევრებთან ერთად დააპატიმრეს. ბრალად 58-10 და 58-11 მუხლები წაუყენეს, რაც ანტისაბჭოთა საქმიანობას, ჯაშუშობას გულისხმობდა. ალბათ ლექსი სამეფო დინასტიის აღდგენის მცდელობად ჩაუთვალეს. ომი ჯერ დამთავრებული არ იყო და მას რეალურად სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. აღსრულდა ეს ბედის წერაც. უხილავ ძალით adzgerდა გული. უკანასკნელი ქრცნობაც დაუკარგე. თავისუფლება და სიყვარული. ისევ წამება, კვლავ სასოება და კაეშანი დატანჯულ გულთან. მოусვენარი ცხოვრების შემდეგ ვზივარ დარასულ ფანჯრების უკან. დღეს ხომ ბოლოა ჩემი სიცოცხლის. ჩემი გრძნობები
ჩემთან ვეკვდება. გარეთ წვიმს. კარი საკანის კარებს ხრინწიანი ხმით ესაუბრება. გაზარცული ხეები და ციხის რიღმავიდია და პეტრემ ძალიან ტრაგიკული ცხოვრება გაიარა, ასე როგორც გამოიყურებოდა აი მოკეიფე დროსტარება, ქალაქგარეთ გასვლა უყვარდა, ესე იგი მე მახსოვს, როდესაც მცხეთაში შეიძინა პატარა რაღაცა სახლი და მე მოულოცე და პეტრე მეთქი რატომ მანდა მე მცხეთაში მეთქი და აბა თბილისი ბოლშევიკებს ააგდა მე კიდე ძველ სატახტო ქალაქს დავეუფლებო მითხრა სადილად ვიყავით დიღომში მეგობრები და მახლობელ სუფრასთან სადილობდნენ მილიციის მაღალჩინოსნები. უცებ ერთ-ერთმა დაიწყო რაღაც უცნაური ბგერების მწკრივის გამოშვება ხმამაღლად, იცით ისე, აი ჯიქურ რაღაცას ამბობს, ასე მიიქცია ყურადღება, ცხადია, სხვებმაც მიაქციეს ყურადღება, აი ორთქმავალი ქშინავს რაღაც პეტრეს სახე ეცვლება. წამოდგა, პეტრე წამოდგა, ისიც და ერთმანეთისკენ წავიდნენ და გადაეხო. პეტრე მოიწვია სუფრასთან ყველანი. აღმოჩნდა, რომ როდესაც აი უშიშროების საპატიმროში იყო, წესი ყოფილა, როდესაც ბადრაკს პატიმარი მოყავს, რომ არ გადაეყაროს სხვა პატიმარს ან სხვა ბადრაკს იწყებენ აი ესეთი ბგერების გამოშვებას და მაშინ ერთ-ერთი კედლისკენ აბრუნებს პატიმარს სახით, რომ ვერ დაინახოს ვინ მოყავთ. მე ის ბადრაგის ბიჭი ვიყავიო, ჩუმა თუ აი ამ ჩუჩუს დროს პაწაწინა ბარათი რომ გადმოგეცი ჩაგიდე ხელში. როგორ იქცეოდა ციხეში პეტრე გრუზინსკი. ამის შესახებ ჩემთვის ძალიან დიდი ავტორიტეტი იყო ცნობილი დისიდენტი, ძალიან ნიჭიერი კაცი, ალექსანდრე საშა მიხელაძე, რომელმაც მითხრა, რომ იმ საშინელ რეჟიმს და იმ ციხის და დაკითხვების რეჟიმს ძალიან ცოტა ადამიანმა გაუძლოდა. პეტრე იყო რაღაცა თითით საჩვენებელი თავისი ვაჟკაცობით და თავისი გაძლების უნარით. ოფიცერმა მთელი ცხოვრება შიშის ქვეშ გავატარეო. მეგონაო, რომ ვაიმე არ წამოწდეს, ვაიმე არ ათქმევინონ, მაგრამ ჩემ კარიერას მივსდევდი და რო არ დამაკლდა არაფერი, მივხვდი რა რკინისგან გამოყვანილი კაცი ყოფილიყარ. ახალგაზრდა ბადრაგის თავგანწირვა სიკვდილით დასჯას გადაარჩინა ბატონი პეტრე. მან მეგობარი ექიმის შევადარიგებები ზუსტად შეასრულა და ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ იგი, როგორც სულით ავადმყოფი, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაეყარა. ეს დედის ქალბატონ თამარის განცხადების საფუძველზე შექმნილი სრულიად საიდუმლო დოკუმენტი, რომლითაც ოჯახს ნება მიეცა პატიმარი ავადმყოფისათვის სურსათი და სიგარეტი გადაეცათ. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პეტრემ 4 წელი გაატარა. ეს ცნობა
1959 წლის 2 ივლისაა გაცემული და გვაუწყებს, რომ გრუზინსკი ბაგრატიონი პეტრე პეტრესზე, რომელიც იძულებითი მკურნალობისათვის იმყოფებოდა ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, თანახმად საქართველოს ССР უმაღლესი სასამართლოს 1958 წლის 21 სექტემბრის დადგენილებისა, გაწერილია იძულებით ამბულატორიულ და კლიმატურ სამკურნალოდ ნათესავების პასუხისმგებლობის ქვეშ. ბებერო მოწყენით მოხარ. ტანი დალეწილ ალგამს რომ გიგავს და ნამეხარი შენი ტოტები კიდევ გაუძლებს ელვას და კრიკავს. არაჩვეულებრივი მეუღლე ლიკა არ გუნა ღმერთმა ქალბატონი ლიკა, რომელმაც ესე იგი ფაქტიურად ყოფას, აი ყოფით პრობლემებს, რომელიც მამაკაცს ძალაუნებრად ხრებზე ადგია, თითქმის ჩამოაცალა. ეს იყო სახლის მართვა, შვილების აღზრდა, დაბინავება, გზაზე დაყენება. თითქოს ამას ყველაფერს ლიკა მართავდა, მაგრამ პეტრეს ყოფნა ყველაფერში იგრძნობა. პოეტი ერთხანს იძულებულია თავისი მეუღლის, ლიკა მგელაძის სახელით გააგრძელოს ლიტერატურული მოღვაწეობა, გამოაქვეყნოს ლექსები და პიესები. შემდეგ მხოლოდ პეტრე გრუზინსკის და არა ბაგრატიონ გრუზინსკის სახელით იცნობს მას საზოგადოება. ზოგი ფილმის ტიტრებში ავიწყდებათ მისი გვარის შეტანა და სხვა. ეს დიდებული ადამიანი ისე წავიდა ამ სოფლიდან, რომ ლექსების ერთი პატარა კრებულიც კი არ გამოუცია. მხოლოდ გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ, 2004 წელს, მისი მეგობრის აკაკი დვალიშვილის დიდი ძალისხმევით გამოიცა პოეტის ლექსების პირველი არასრული კრებული, სასიმღერო ნოტებითა და შესაბამისი ლექსები. ეს პატარა კრებული იწყება ლექსი განაჩენით, რომელიც არის პოეტის თაობის, მისი დათრგუნული და ტრაგიკული თაობის სულის ყივილი, დიდი გაბედულება, რომელსაც საკუთარ თავზე ყველა ვერ იტვირთავს. შიში აღზრდილი, უნდობლობაში დაკაცებული, ციხის მუქარით გაწამებული, მე მეწოდება, კასტრირებული ჩემი თაობა, ვისაც ღალატად უთვლიდნენ სინდის და უმეცრებად გამბედაობას, სხვისი ბრძანებით ნამღერი ჰიმნით, სხვისი კარნახით წაკითხულ წიგნით, დობერმანივით ერთნაირი გარეთ თუ შიგნით, მე მეწოდება კასტრირებული ჩემი თაობა. ან გაყიდული სულით ხორცამდე, ან ციხე-ციხე ნათრევ-ნაცემი, ან დარდით ღვინის კასრში ჩამხრჩვალი, ან ჩინმედლებით სავსე, გამცემი, რაც ჰქონდა წმინდა, ყველაფერი სუდში დაუბრდა. თან მეზიზღება, თან მეწოდება ჩემი თავიც და ჩემი თაობაც. რა გააჩნია
რა დატოვოს, რა გაიხსენოს, პირუტყვის შიში, გადამდების სცენის აზარი, თუ თავის ლანდი ცისფერი ქუდით, რუხი მაზარით და სასაფლაო ზარმაზარი, თუ თავის ყოფის სირცხვილი და არარაობა, მე მეწოდება კასტრირებული ჩემი თაობა. დღეს თამაში აღნებათა ღელვის, ხოლოდ თამაში, გრძელი, გაბმული, სურვილი იმის, რაც სულს აკლია, ეს სპექტაკლია. ცუდად დადგმული და ყალბი ასლის სინამდვილისა, ქალები ბერწლი, ვაჟნი ცვედანი, აი დედანი. საჯულნო მომავალნო, უმაღლეს რანგის, სანამ მსჯავრს დაძდებ ჩემს თაობას, აქ სულმარო არ შეგაწუხოს, თვარეზე ადი, იქიდან უფრო შორს იქნება ეს დედამიწა, დაბალი სისხლით და ათაშანკით. წელს ქველმოქმედ დამიანი ალანიას ხელშეწყობით გამოიცა პეტრე ბაგრატიონი გრუზინსკის მეორე შედარებით სრული კრებული. მანამდე 2008 წელს საქველმოქმედო ფონდ ხართუს თანადგომითა და კომპოზიტორ კახა ცაბაძის რედაქტორობით სიმღერების ნოტების კრებული. მთელი საქართველო უმღეროდა მის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს ისე, რომ ხშირად არ იცოდა ვინ იყო ავტორი. დაბლაზურ მუხტი დაია მე როგორ ვიყო დუმარი სიჩუმეს მოუღარია მე როგორ ვიყო დუმარი სიჩუმეს მოუღარია ეს პოეტის სამუშაო კაბინეტია. აქ არის შექმნილი მისი კნილებების უმეტესობა და აქ დღესაც მისი სული ტრიალებს. რა უფერულად დაგვაბერეს შენ ჩემო ლექსო ამ დალეწილი სულის ნაწილო როგორ გაგწირო მე როგორ მოვსპო უღიმღამო სიცოცხლე შენ ახარ ჩემი დამღუპველიც და გადამრჩენიც როგორ გაგწირო დალეწილო სულის ნაწილო ჩემო ლამაზო სატანჯველო ჩემო ნუქეშო როგორ ვიცოცხლო ქვეყნად უშენოდ როგორ გაგწირო ამ დალეწილი სულის ნაწილო აი ამ გარემოშია შექმნილი მისი ნაწარმოებების უმეტესობა. ქართული თეატრი, კინო, ტელევიზია წარმოუდგენელია ბატონი პეტრეს შემოქმედების გარეშე. გასული საუკუნის საესტრადო ანსამბლების რერო, ორერა, იერიას რეპერტუარის ძირითადი ნაწილი ბატონი პეტრეს ლექსებზე იყო შექმნილი. ეს სიმღერები დღესაც პოპულარულია ხინში თუ სამეგობრო წრეში, სცენაზე თუ ტელეეკრანზე, საქართველოში თუ საზღვარგარეთ. ამ ფილმის მნახველები სასიამოვნოდ გაოცდებით თუ რა დიდი და საინტერესო მემკვიდრეობა დაგვიტოვა მან ჩვენ. აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, ჩემამზე რომზე ვარ მზედება. ამოვალდა ჩემზე სპიცა, ვებერხელა და მიწამ, თვალი და ჰაჭკინა. Carguías, tuecana, las carguías, tuecana.
რამე წავადი მამოდის ბაცაცი ნახეს შევაგდებ აბა ნახე რა მოდი გოგი საბაძეს ყველაზე ნაკლებად უჭირდა მუშაობა პეტრესთან. გოგი ზუსტად ისეთი მელოდისტი იყო, როგორც პეტრე იყო პოეტი. აი ზუსტად. და ეს ისე კეთდებოდა სიმღერები, თვითონ აი მივიდოდით ამრიკო გაშლიდა აი ფორმალს დავждებოდით, აბა რაშია საქმე, აი ეს არის ეს გვინდა, აბა 15 წუთში არაფერი გასწორება აღარ ჭირდებოდა, დახატული იყო. მე ვამჯობინე სოდვას გამხელის ბევრჯერ დასჯილი დამსაჯოს ღმერთმაც ამ ეკლესიას მე შევარქვი შენი სახელი მე ერთადერთმა თუ ეს სოდვა მელავიტე კიდევ ერთ სოდვას დარჩევას მივცემ მაღალ ღმერთცაში ღვთისმშობლის ხატებს მიღახატო შენი თვალები და თვით სატანას ღვთის მოსავი გახდება მაშინ მისი ლექსები იმღერება, აი როგორც გალაქტიონის ლექსებზე დაწერილი სიმღერა იგივე სიმღერა. ნუ მაგალითად, როდესაც გამოვიდა ელდარ შენგელაიას შერეკილები, სადაც კომპოზიტორები ვიყავით ჯანსუღ კახიძე და მე, ჩვენ გავინაწილეთ ფუნქციები და ის თემა, რომელიც მერე გახდა ცნობილი როგორც სიმღერა, რომლის სახელწოდება არის ის აქ არის, ეს უკვე ფილმის მერე ამ თემაზე ბატონმა პეტრემ შეთხზა ეს ტექსტი და ნუ მე მგონი ეს სიმღერაც არანაკლებად პოპულარული გახდა. Mujeres canari Dasi chones Chamos yorosune Istakari Ambos Bulile Sabule ძალიან ლაღი ადამიანი, რომელსაც ბუნება უყვარდა, ნუ უმაგისოდ ცხოვრება არ შეეძლო და მუსიკა უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ნუ არ იყო მუსიკოსი და არ იყო არც დიდი სმენა ჰქონდა, მაგრამ ტაქტის გრძნობა და საერთოდ ინტუიცია ჰქონდა არაჩვეულებრივი. ისი აჯენდა ამ სიტყვებს, რომ თვითონ ღეროდა ეს ლექსები. ვაჟა აზარაშვილთან ცხოვრებამ სიმღერა მთელი ჩემი ქონება. ერთად ვიყავით, ჩემს სახლში სხვადასხვა ბევრი ხალხიც იყო და დაუკრა არ ქონდა ტექსტი არ ქონდა ამ სიმღერას და დაუკრა ვაჟამ. და მე წავიმღერე და ეს ცოტი მანერით არავის არ თქონდა მოსვენილი რომ მე შემიძლია კიდე ცოტა ქალაქური ხასიათში მემღერე და იმ წუთშივე დაწერა იმ წუთშივე არაფერი არ ჭირდებოდა მაგრამ მე და ბატონ პეტროს ვეუბნებოდი კაცო დამთახსე მეთქე შენ ამ სიმღერის მეტი ქონება მართლა არ აქვს აი ორი კაცი, სამი კაცი წავიდა. პეტრე გრუზინსკი, გოგი ცაბაძე და მორის ფოსკიშვილი და მე სიმღერები არ მაქვს. როცა უსმენ დილისას გული მკერდქვეშ გასძლებს განა გაფრენამ სურს მეძახია ხარფუხი და აშპაშხანა
თბილისური დილას ხავა აგისრულეს ყველა ზრახვა მეიდანზე ჩაივლიდა თვალი რასა დაინახავს მეჩეთი და სინაგოგა აქსიონი წმინდა კაცი ხავა კაცური და იქილოცე სადაც გინდა კაცი ხავა კაცური და იქილოცე სადაც გინდა მე ძალიან გული მწყდება მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ძალიან გული მწყდება რომ მე არ მინახავს ის შემოქმედებით პროცესში რომ მე არ მინახავს ის როგორ ახერხებდა ასე ორგანული გაეხადა მელოდია სიტყვასთან ასე ცხოვრებისეულად გადმოეცა პოეტური სიდიადე ვთქვათ იმ სიტყვებისა რომელიც დღემდე ყველა ქართველმა იცის ადამიანი რომელიც რაღაც საოცრად ამაყობს იგივე თუნდაც თავის ქვეყნით თავისი წარსულით თავისი ისტორიით იმიტომ რომ იგივე თუნდაც ლექსი რომ განაცა არის განამთავრის განამიწა განაზღვა როგორ იწონებს ამით თავს რაღაც სხვა არის ამბობს ენით არ თქმული რაღაც ზღაპრული და მე ამ ყველაფერს იცით როგორ თulis რაღაცას არ ვიცი მე ყოველთვის ვისმენ თითქოს პირველად ვისმენ თითქოს კიდევ ერთხელ მინდა რომ გადავხედო საქართველოს ისტორიას და კიდევ დამაინტერესა ამ ადამიანმა თურისი პატრონები ვართ იმიტომ რომ რაღაც სხვა არის ენით არ თქმული რაღაც ზღაპრული ამბობს დაშა ზღაპრულად ქმნის მღვიმე ვარძის ძველი უბისა ციხე უფლისა სვეტი ცხოველი და ეს ამას აი ისეთი სიყვარულით ამბობს ამას ისეთი სიყვარულით აღწერს ისე უნდა იცით რომ რაც თვითონ აქვს 10 იმდენი და 100 იმდენი სხვასაც მოაწონოს არა მარტო თვითონ მოიწონოს და სხვას მოაწონოს მიწას მადლია ზეკავს ნათლია აქ სიყვარული ხარობენ დღეს მზე არის მემატიანე შენი და დღეს მზე არის მემატიანე შენი მე დიდი მადლიერი ვარ მისი იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სპექტაკლის ტექსტი ლამანჩელის სიმღერების ტექსტი ისეთ დონეზე გააკეთა რომ აი დღესაც რომ ვისმენ სულ მგონია რომ თითქოს ამ ტექსტებზე იყოს დაწერილი ეს მუსიკა Oh
ხანუმა იყო ჩემს აზრით რამდენიმე ისეთი მარგალიტებია თითქოს ეს ციტატებია ქალაქური ფოლკლორი ჩემს ლამაზი მეც ლამაზი ხანუმჯა ჩემს მელოდე მეც გელოდე ხანუმჯა გალგარე დამოგიტან ადამიანსა წინდაგისვამ ცილინდრიან თათარსა ხანუმ ჯან ხანუმ ჯან უდამასევარ შენი წასევარ თუ არ თამადა თუ სუბრაზე ვარ აზის პერსები ჩემი პერსია ინტერი ღვინის ვაშემისია მოიკავინი ის არის ისა მეკროფინი რაკიდის სოლი გიმუნებს სოლი ჯეროდეს ღვინის ხოლოდ ღვინის დოქის კუჩი ჩემია ქალისას აი ბალამ ქალისას ეს ქვეყანა ღვინომ გახალისა აი ბალამ ქალისა ბალამ ზენზე მეტი ჭუა ქონია ვისაც რომ ღვინო მოუგონია ნახევარი ცხოვრების საგავლიკე სიტყვადან არც მეკიდარიე არ შორდება სუხარება დაჭირი მაგრამ მაინც სულ ვიცირი რატომ ჩვენ კაცებს აღარაქვთ ძარღვებში სისხლი ჩვენს ქალებს რემლი რატომ დავშრათ და რატომ შერჩათ სისხლი სასაკლაოზე მიდენ ხბოლებს სრემლი კი მხოლოდ წყლის მამიას სამდივნოები გაჭედილია ჩინოვნიკები ლამისარის ქუჩაში დასხდნენ თავადების უფრას უსხედან ჩვენს კაცებს კი სისხლის სამურელად ერეკებიან ვინც თულა არ იცის ოთხამდე კარგად რვაკერს ახლაპას რატომ სენცე Halt Mama Sodena Zaida Senzela Senze Halt Mama Sodena Zaida Senzela Dabos, სწორედ ამიტომ აღარ აქვს ჩვენს კაცებს სისხლი, სწორედ ამიტომ დაშრობიათ ჩვენს ქალებს წრემლი. ჩემი პირველი სადიპლომო დადგმა ტელევიზიაში ბატონმა პეტრემ გადმოაქართულა სხვა ენიდან. შემდეგ იყო ჯერ დაიხოცენ მერე იხოცინეს და უჩინმაჩინის ქუდი, რომლებისთვისაც ასევე ლექსები სასიმღერო ლექსები ბატონმა პეტრემ დაწერა. მონათობი ხარ ზღვაც შენია ხამლეთი გამოდი და გაშუქე ბნელეთი შენი მოსულით ჩემს გულში აცინათებს ჩქარამოდი ჩემო თვალი სინათლებს ინა თქვა რომ ცხოვრების გზა დიდია საცალფეხო ერთი ბეჭის
ხიდია ჩვენი ბედიც ამ ბედზე და კიდია დღეები კი როგორ ჩქარა მიდია შეცხომიცი სიყვარული რა არის საბედოჯან შენ ჩემზე და მე შენზე და დამწვარი როგორც წინათ ეხლა აღარ ვარგიხარ ეხრას იზამ 200 წლის ყვავი ხარ ვაგროვებ ფულს და ოქროს ოფსაგური და ოხრა მოვა მიქელ გაბრიელი და ზაგრჩება ოხრა მადლიქენი სხვას მიეცი თუჯიბეში ფული ჩხავის თუთი სოფლის თუ მარი ხარ შენზე დიდხან სოცხლობს ყვავი ვაი ეხრასის და ასე ხდება დრომოდის და ყველა ხდება რაც არ უნდა ძრემლი ყვარო კუტარივება გაცოცხდება ვიგიდია სიყვარულის ცეცხლი გულში მუდამ მაისია გაჭიქჭიქი მერცხლი ანაზე ოქროს კრება გულის დება გაზის ვარდა ყველაფერი იყიდება შეყვარებულის გარდა იჯმა ხალხო მოსმენება წამართვა აღარც მძინავს დაცხადნივაც ლანდი ვარ ვის მიმართო შველა რომელ საუთხოვო საექიოს მოჩვენებად და ჩემი სიმდიდრე ღვინის დოქია ჩემი ხატია ლამაზი ქალი გადავკრავ ღვინოს ხბილი ღიღინი მიქელ გაბრიელს შეხვდები მტრალი გადავკრავ ღვინოს ხბილი ღიღინი მიქელ გაბრიელს შეხვდები მტრალი ჭვიერის ყველა ჭირის მიზეზი ათასნაირ ფათერაგით გდარაჯო ეს მეხთა რომ ვიღე ჩამლა ოტელო თეთრი ქალი გადასავით დაახჭო პოეტს 40-ზე მეტი ქართული კინოფილმისათვის აქვს სიმღერების ლექსები დაწერილი.
ინგლისის ყველა ქუჩა ვიცი ბრმად მივაგნებ ყველა სახლის გარე რახანია ძერილების ჩანთაც და ნეკარიდან გარზე დავატარე მესღამე თბილისო ზღაპრად გადამეცა შენ მახილონ დამატკბო გული გახარა თითქოს გავთაგულუხვა დაიბერდაზეცა ვარსლავები წინწინით თავზე დაგაყარა ინათებს ხოლე იღვიძებს თბილისი დავდივარგეთე სადახარგუნიცი ფედავშენს ნაკვალებს სარგეზებო ვითხარი შენი სულხამեցი თითქოს ხადიათუსი ზმარი შორის ფედავდანის ხევას იეწვინამ ქერებს ესლამინი სადაგედა შენ ეშნი მომღერა ლიტრატკი პერსტოროლა სვენა ვისეგებები ნეტავი მასწავლე შენი ლამაზიენა ნუ ხარგავ უბედავი ელი ჩვენები ჯიტაფელი ჩვენი ჯიტაფელი მარიმა ერთი თორაო ნეტავე მოროლაუ შეცავი კეთადავიმა ესაგანში მომბედავი კარგო Raum sasver xeramzia Amagores vin daijes cargo Aliashi bulbulebizia Amagores vin daijes cargo Aliashi Царфици бистабеце მე წარ ვიცი რა მინდა ამ წებნაში სიჯაბუკის ნახევარი გაფრინდა მისამართიც არ დათოვე ჩემი სევდა გაგანდო მაინც მოგწერ ბარაც ისევ მისამართო კარგ ვესელო ქალო რადიზე გულახარო გამომაღები სახში დედა გავახარო გარეთ მზია სულში ბნელა შენზე ფიქრილანდა თმაზე Govino savit matro bela chem da tira daibade chem da tira daibade Odi chem tasanam druha figura Odi un dagagim khilo erti saidu mono chem da fikriam devna ashvili vidamde Ganasem asam bdish sherom vertiktamde Meushenotze tamida, da si sotkle mitiš, kovoco do ardaido, dedi sertabici. Da zaphuda glavil danushi, irime bagustwale baia, Sipoise shemoi dragushi, Kitko zgulidam Shena da gete diratu binedia Avatar gushi tatsali Goni შეჭაღრებული ხო იცი? ნახე, ვარსკვლავებს უყურებს. Ekimo vas tu gaviteva madlia Ai lo sosheni sopri natria Udinis tsare
შხამი თუ გიბებ ჯერდაცალე ცოტა კიდევ მომიწმინე ცოტა კიდევ მაცალე ჯერეგენა ცვალე ასე იყო ასე არის გული როგორც განციღვინით სიყვარულით საფზე არის ჯერეგენა ცვალე ასე იყო ასე არის გული როგორც განციღვინით სიყვარულით საფზე არის მე ხომ შენი ლანდი ვარ შენს გვალ და გვალ დავდივარ შენზე ლოცვით ღამენათევი აბა ვისრად ვარ გივარ ცარიელი და არდივარ შენ ხათი ხარ მეკისანთერი ამას ვნადო რომ შენს მახლობოდებს ვიყო შენს სესხში გადარგული ხევიყო Matebna madonna, maraluqa matamem, ankhomit kharanara, bilostavler salsara, chega koncept swasara, adam dali. მე არ ვლაპარაკობ სხვა სიმღერებზე, რაც მას აქვს დაწერილი. მარტო თბილისში ეყოფა. ნეტა სადარის კიდევცა უძირო თურჯი ხალასი სწორედ ისეთი როგორც შევენია ნაიარევი წარსულის ნანგრევი ნარი ხალასი ჭაღარასავით შემოგრჩენია თბილისო ზის დავარდების Такой лазурный небосвод сияет только над тобой, Тбилиси, мой любимый родной. И нарекала здесь стоит, как память старых тяжких дней, твою голову венчая сединой. Задарись, свагана халива рази, задарись, шагара, татминда. დავარის არის რომ მაინც მე მინდა შემოქმედებიდან დავიწყო და შევეხო უფრო ჩემი კოლეგების შემოქმედებას ვიდრე ჩემსას, იმიტომ რომ მე არც თუ ისე ბევრი სიმღერა მაქვს, მაგრამ რაც შემიქმნია, იქნებოდა კინოფილმებისთვის თუ ისე ყველაფერი პეტრეს ტექსტზეა. საოცარი ალღო აქვს პეტრეს, რომ მიუხვდეს ამა თუ იმ კომპოზიტორს და სხვათა შორის ის კიდე იმ სპეციფიკიდანაც გამოდის, აი რა ის ყველა სხვა რაღაც თავის ხელწერა გააჩნია და თავისი სული აქვს, ასე ვთქვა, სამყარო ყველა შემოქმედებს. აი ეს სწორედ მოუნახავს ამას. მიუხედავად იმისა, რომ პეტრეს ალბომის სიმღერა არის ზომახლა არის. მაგრამ აი ეს შეგრძნება აქვს, საოცარი შინაგანი სმენა აქვს პეტრეს. ეს ბანს ვერ იტყვის. მაგრამ ეს შინაგანი სმენა არ ნახობს და პეტრეს
ლექსი, სასიმღერო ტექსტი არის თითო ცოტა სიტყვებისგან შედგება. ეს არის ეს დიდი ის არის სხვადასხვა არის გადატვირთული. ამიტომ ხდება ეს პოპულარული გარდა მუსიკისა, კიდევ რამოდენიმე სიტყვა თითქოს ისეთი შაბეჭდილება რჩება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ არის ნამდვილი თანაავტორი კომპოზიტორების ჩვენი პეტრე. მე მოხარული ვარ, რომ ამ გადაცემაში ვიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ მიკვირს კიდევაც როგორ დათანხმდეს. ერიდება თავის სახის გამოჩენას ეკრანზე და ყველაფერი, აი ბოლოს დაადგა ეს მომენტი. რატომღაც რაღაცა რჩება მუდამ უთქმელი გულს მუდამ რაღაცის რიდია ვალავთ და განვიცდით მაგრამ დროგი არ იცდის დღეები მიდიან რაც გულში ხატებაც გვინთია მეკიდე მოგიცდი მაგრამ დოლოგი არ იცდის დღეები მიდიან პირველი სიმღერის მოგონება ძნელია, მაგრამ მე მგონი პირველი სიმღერა იყო შენი ღიმილი და იმის შემდეგ აი ღიმილით მოვდივარ 35 წელი. ნუ მე მინდა მადლობა უთხრა პეტრეს, იმიტომ რომ პეტრემ გარდა იმისა, რომ კაი ლექსის შეუძლია, გარდა იმისა, თვითონ ლექსში ძალიან ბევრი ახალი სახეები აღმოაჩინა, თუნდაც ადამიანის ბუნების ყველა, ასე ვთქვათ, უჯრედების აი თითქოს როგორც ექიმი იმის მონახვაც შეუძლია და ეს გვაძლევს ჩვენ კომპოზიტორებს ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, ჩვენებურად გადავწყვეტ ეს თუ ის სიმღერა. ეტა ვიყო მე ბადური დაგიჭიროთ ასიოდე რუსთაველის ქუჩა ვიყო თქვენ ჩემ კერძზე დადიოდე და თუ ყველა მდედის ერთა შემიყვაროდგან არ ჯობს დიდი სიყვარულის გამო მარტო მერად დავისხარ მე ვაშკაცა თავსა ვწვლიდი სუსტი გული მქონია სადაც ლამას ხალსა ვნახავ ყველა ჩემი მგონია ერთი რამე უნდა გთხოვო დარდი გაგიზიანო ყველამ ჩადრია იფარეთ რომ ეწყნარად ვიარო დიდავა ჯელექს უნდა წიო ჯერ მუსიკა რა თქმა უნდა ეს საიწერა პირველად პროდუცია და კომპოზიტორი როცა მუსიკა იწერება აი აქ იქნება ხომ დიდავა როცა დაწერილ მუსიკას წერს ჩვენ ლექსებს რა თქმა უნდა კომპრომისზე უნდა წახვიდეთ სია შეიძლება მე მაინც მგონია რომ სიმღერაში პრიორიტეტი მუსიკას აქვს ამიტომ უფრო სწორია ჩვენ მიდაგს კომპრომისზე მე ასე მგონია საქმე მასშია ქართულ მეტყველებს ახალი უძრავია და ყოველთვის პირველ ხმაზე ხდება ეხლა რუსულად წერა უბრალოდია იქ არის კომპოზიტები იქ არის მოძრავი მახვილი და ქართულში პირველ ხმაზეა ყოველთვის ნახვილი ამიტომ აი კიდე ჩვენ სიმღერა ვიყოთ აი არ და ეს რაღაცა გიტას კიდე მაგას გეუნემეს ესე იგი უნდა იყოს დახელოვნი პოეტი თუ ჩასვას ყოველი სიტყვა აი ავიღოთ ჩვენ სიმღერა იმღერა რამე რომელიც ძალიან მიყვარს იქ არის სტრიქორი იმღერა და ცა ახლა მოგახსენო დამასწავლა და არა სიმფას ვერც მოახერხებ მომენტო და დათანწაყობა სიყვარული მას როგორც ნამქენი ეხლა უყურე დათანწაყობა სიყვარული როგორც ნამქენი ხო ჯობია ვიდრე დათანწაყობა სიყვარული მას ზედმეტია მას ერთმასულიანი უსათოდ ჩასვა ხომ თქვა ყოფილიყო ასე დათანწაყობა ჩემი გზნობები როგორც ნამქენი ჯობია ხუთი მას არის და ეს არა სიყვარული მას ხუთი მას სიყვარული მას ჩემი გზნობები ხუთია იქაც ხუთია იქაც ხუთი მაგრამ ერთი მარცვალია და მახვილის როდი ხდება ამიტომ იზოლებული ვარ დასვეთი ჩასვეთი მასვალი მაგ
თანაცვალსახელი ექვსი საერთოდ ცუდია. იმღერე რამე თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღერი დრო ამ წუთებსაც გადააქცევს მალე მოგონება და თან გახდება სიყვარული მას როგორც ნამქერი მიმღერე რამე მიმღერე იმღერე რამე თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღერი დრო ამ წუთებსაც გადააქცევს მალე მოგონება და თან გახდება სიყვარული მას როგორც ნამქერი იმღერე რამე იმღერე ნაცვალსახელის ხმარება საერთოდ არ არის კარგი. ნაცვალსახელი ჩასვა და თან ერთმანეთს ჩვენი სიტყვა და თან სიყვარული მას როგორც სამღერი. არ უჩაგესა მას სიყვარული არ გამომიტო მას არის. მაშინ გამოა მას სიყვარული და აღარ იყო. აი მაგაშია საქმე. ჩვენ კომპოზიტორს მივიდოთ მე ხალხი სხვანაირად უყურებს აი ვერ დაწერა მაგაში კი არა საქმე მასში იძულებული ვარ გავაკეთე. და მე რომ ვქნიო ყველაზე კარგი ის არის როდესაც კომპოზიტორი და პოეტი ერთად მუშაობენ და თან მეგობრებიან. მაგას არაფერი ჯო. დიდი მადლობა. ზუგინდა იგრძნო ქვეყნის ლაზათი და შვენება დავიერა ეს ხოვარებას ათმოკეჩვენება ვინო საკაოს შვენება ჯოჯოხეთში ხოველდილი ვინის მას რომ მაცდიდე მესამოდ ეს ჯოჯოხეთზე უყოვმანო და გავსვლიდი ოცხოთან სახელაცლილი სირაჯია ქვეყანა და ყველა ასტაქარზე ალარი ვინო არის ხალხს ანავერის მამაჩემს ყავდა სტუმარი ჩამოსული მოსკოვიდან, საპატივცემულო კაცი კულტურის სამინისტროდან და ბატონ პეტრეს თხოვა რომ გავასეირნოთო და ქართული სტუმართ მასპინძლობა დავხდეთ რა. წავედით ცხეთაში, მეც პატარა ვარ, ზივარ მანქანაში და მამამ თხოვა რომ სვეტი ცხოველშიო შევიაროთო და დაათვალიერებიო მოუყევიო ხო ან არ გინდაო ხო უცბათო მოკლედ მოუყევიო და მე წავიდეთ შენს აგარაკზეო აგარაკი ქონდა ცხეთაში დღესაც ხო და გადავედით ახლა მოუყვა ბატონ პეტრეს ჯისნიცა ვილიკავა მასწერა უთხრა დაკომტა ვეკებ დაკომტა გადუუხსნის ახლა ამას ყველაფერს და მე ახლა სასაფლაოებს მივადექით ხო მეუნე ვოდგეთ цар ირაკლი цар გიორგი цар такой და დავით цар და მე მოვიდა вот здесь мой дедушка похоронен вот здесь мой отец похоронен და ამ კაცს ეს თვალები აუვიდა შუბს მაგა მიხვდა რომ მეფეს ელაპარაკებ ერთხელ მეავტყდი იმ ცხეთაში ვიყავით მეავტყარი მეფის დაუმავალი ხარ კაც პირდაპირ და უყურებ რა შუა გაზაფხული იყო აყვავებულია ყველაფერი გაშემო და რამე მაჩუქე მეუთხარი რაღაც ხო იზახი მეთქი რომ შენ მიყვარ ხარ და ჩემი ძმა ხარ და ჩემ კიო თქვა და ის მომაწოდეო ხელსახოციო სუფრასთან ვზივართ და დაწერა რომ რაღაც ორი მთა იქ რაღაც ჩანდა რა დინარის ეკიდან ხარეს ამას ჩუქნებობას რიცხვი დააწერა სადღაც ფაქჩერა და მოაწერა ბაგრატიო გრუზინსკი სტალინის გარდაცვალების შემდეგ უკვე წლები გავიდა და ერთ-ერთმა აფხაზმა დაგპატიჟა სათევზაოდ სტალინის აგარა რიცის ტბაზე სტალინის აგარაკს და პარციცი იყო გვარად სუფრა გაწყობილი და პეტრე განკალებს არ მინდა სუფრა წყლის ნაპირთან მინდა უნდა სპინინგი ადავაგდო
ნუ გადააგდო, მაინც უფრო იქვია 5 მეტრშია ნაპირთან და უცებ პეტრეს ჯოხი აი რამის მოგლიჯოს და წაიღოს და მიასწრო პეტრემ დაიჭირა დაიწყო აი ხელჩართული ომი მოყავს უშვებს მოყავს და როგორც იყო გამოიყვანა უზარმაზარი ორაგული დიდი ძალიან და ჩაჯდა პეტრემ და განცდისგან ჩაჯდა და დაიწყო ანკესის ამოღება და რაღაცა გამოჩნდა ამას მეც ხედავ და სხვაებიც რაღაცა ჩაყო ხახაში ხელი და მაშინ ცელოფანი არისო და გასამთლული ქაღალდა ვასკოვკას რო ვეძახთით ვასკოვკის ხვეულია მოხსნა კიდე მოხსნა და ბოლოს ბარათია ივო ვილიჩესტუ პეტრუ პეტროვიჩუ ათ ვერნა პოდანოვა ბარციცი იმდენად ახლოს ვიყავით რომ ჩემი მეჯვარე იყო, როდესაც მე სრულიად ახალგაზრდა პატარა გოგო კეთინო შევირთე ცოლად და როდესაც უთხარი პეტრე ცოლს ვირთავ მეთქი, მითხრა რომ რას ლაპარაკობ კაცო და ვიხარია ვიცნობ ვინ არის და მე ვთხარი შენ ნაცნობს როგორ მოიყვანე სახში მეთქი, იმიტომ რომ პეტრეზე გიждდებოდნენ გოგოები და პეტრესაც უყვარდა გოგოები რა და სამალია და ძალიან ლამაზი კაცი იყო გარდა ყველაფრისა. მეფურის შესახედაობა ჰქონდა თან საოცრად ლამაზი შესახედაობა. დაიწერა ჰიმნი სამშობლოსა პარტია. შემხვდა პეტრე. ეს უნივერსიტეტის იბილეზე შეასრულეს მაშინ ახსოვს და მე ვთხარი პეტრე, ახლა ჩვენ ყველა გაყიდული ვართ ასე თუ ისე და დიდი არაფერი მოგვეთხოვება, მაგრამ რამ დაგაწერია ჰიმნი პარტიაზე. მითხრა, მე კი გეტყვიო, შენ არ დამიჯერებო, მაგრამ მე გეტყვიო, რომ იქ იყო არა პარტია, არამედ სამშობლო, მაგრამ გადააკეთეს, მოიცა კაცო მეთქვა, არ დამიჯერე, მაგრამ შემდეგ მე ვნახე დედამი, მისი ხელით დაწერილი, იქ იყო ყველგან სამშობლო და გადააკეთებული. სამშობლო აგუგუნდება მთავარი მამულშე სირო სიცოცხლე ყველა ჩვენგანი მზადარი ამარის ნათელი ქართველი ერისული ძინდება ბუნების, მშობლიური ბუნების ტრფიალი იყო და სახლში რა გააჩერებდა. ბევრს მოგზაურობდა, ნადირობდა, თევზაობდა. ხუმრობით იყო და ხოლმე ჩემი სამეფო კიდით კიდამდე ფეხით მაქვს შემოვლილი. აი ეს 8 მმ-იანი სამოყვარულო კინოფილმია, რომელიც გადაღებულია 45 წლის წინ. ამ ფილმს ბევრი ოპერატორი ყავს. ზოგი ნუგზარის გადაღებულია, ზოგი ჩემი, ზოგი პაატაცი, ზოგი ვისი და ზოგი ვისი. თავარია რომ იგი შემოგჩა და გვახსენებს იმ ამაცუთებს. ეს კადრები გადაღებულია არაგვის ხეობაში, სოფელ ჩარგალში ასახლებთან ჭალაში. ბატონმა პეტრემ და დეიდა ლიკამ თავიანთ მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ სამდღიანი დასვენება მოაწყვეს და მე და ლეილა ყიფიანი, რომელიც ჯერ ნუგზარის მეუღლე არ იყო, მშობლების ნებართვით თან წაგვიყვანეს.
გაუკითხავთ მოვიდა ჩემთან დინარი არაგვში სასროლი ბადით ასე იჭერდა ქალმახს ბატონი პეტრე მხოლოდ ახლა მივხვდი ამნებას რა უდარდელი ვიყავი გუში ჩემთვის დაუვიწყარია ეს სამი დღე სიბრძნით იუმორით სპორტული შეჯიბრებებით გართობით სიკეთით ახსავს ეს სამი დღე რომელიც არასოდეს დამავიწყდება თუ თან მოკონდა დიდი ნაღველი სულს ხარის გორის ლამაზი სანაპირონი იმ გრისხალი წაგიცხია კიდა მირონი ამასონათრო ეს ხოვარება ლახინში გავლია გვარი ღვინო და გადაიქცეს ბეშები და დავლია ხარზე სველი ბადი ელში თითელო ვარდი მე შენ სახთან მომდივა გადმომახედერთი შეგეციოს ღმერთი მე უსაქამოროდი ბატონი პეტრე ბაგრატიონის სამეგობროწყე ფართო იყო და ასაკით შეზღუდული არ გახლდათ. მსახიობები, რეჟისორები, მომღერლები, კომპოზიტორები, პოეტები, მწერლები, მხატვრები, სპორტსმენები. ბიძინა კვერნაძე, გოგი ცაბაძე, რეზო ლაღიძე, გიგა ლორთქიფანიძე, ვაჟა აზარაშვილი, გურამ მელივა, ვასო გოძიაშვილი, გუბაკი კაბიძე, ნანი ბრეგვაძე, მარეხ გოძიაშვილი, კოტე მაკარიძე, განს ბურჯანაძე, ბიჭიკო საჯაია, თენგის არჩვაძე, ოთარ ლითანიშვილი, პაატა ბეჟუაშვილი, ჯანო კახიძე, თენგის არჩვაძე, რეზო თარხან მოურავი, ნიკოლოზ არეშიძე, ლევან ჭუბაბრია, ივანე მახარაძე, მსახიობ ავტომახარაძის მამა, ბიჭიკო ჩხეიძე, არჩილ ჩხარტიშვილი, მიხეილ თუმანიშვილი, რეზო კვესელავა, არჩილ ტერესელიძე, სულხან ცინცაძე, შოთა მილორავა, სულხან ნასიძე, იაკობ ბობოხიძე, ოთარ ჭილაძე, ანზორ სალუქვაძე, კოკა გუდიაშვილი, გიორგი შავგულიძე, რეზო თაბუკაშვილი, კონსტანტინე პევზნერი, ვასო ხუშიტაშვილი, რიხარდ ვესტი. აი, არასრული სია მისი სამეგობრო წრისა. შენი ლექსები მომწონს, გული კარგი გავს, სახე ლამაზი, იყავ ბედნიერი, ვერიკო ანჯაფარიძე. სავსორად ჩემს საყვარელ მეფეს საქართველოისას ლეილა აბაში. მეფე პოეტო, მიიღეს სონას პატრეტი, სანამ დასწერდე ახალს ძველი ვოდენიდან ელენე ყიფშიძე. სავსორად ბიძია თეზოს ნანაი ჩიხვინისაგან. ჩემო პეტრე, იცოდე შენ ყავს გულითა იწყა, სულხან ცინცაძე. როდესაც მზე ყვავილებს გოცნის დილადარია შენ გეძახი მოდი მალე მას საზღვარგარეთაც ბევრი მეგობარი ჰყავდა და მათი გულგაშლილი მასპინძელი გახდათ. ამ ფოტოზე
პეტრესთან ერთად სახელგანთქმული მოგზაური ტურ ჰეიერდალია, კაცი, რომელმაც ტივით სახელწოდებით კონტიკი ატლანტიკის ოკეანე გადასცურა და შემდეგ მითიური გემების რასა და არგოს ლეგენდები გააცოცხლა. ხელში მიჭირავს ჩემი გულივით დაცლილი თომი. ძლივს ავიარე ხევ-ხევ ბარდები. და თვალს ვაყოლებ ახალ დაჭრილ ფრინველის ფრენას. შენს ამ დაჭრილი ფრინველივით წახვედი ჩემგან. და ალბათ სადმე ჩამოვარდები. დღეს მარტო დავჭი და უნებურად ვიხსენებ მე შენს სრემლიან თვალებს და ვერ მიმხვდარ ვარ ისე იულად როგორ გაგცვალე არ დაიდარდო მეც ამცულია მეც სხვას ვეცვლები და რომ შემეძლოს დაბრუნება ისე როგორც ბრუნდებიან უკან მერცხლები ძალა რომ მქონდეს მე მხოლოდ შენთან დავბრუნდებოდი უეჭველად დავბრუნდებოდი მაგრამ რა ვქნა რომ გული არ მომდევს ამ სიჯიუტე მოსვენება აღარ მაგრსა უკანასკნელი მოხიკანი ჩემი გვარისა უკან დახევას ვერ გადავიდან ვეღარ დავიწყებ წარსულს თავიდან ხელში მიჭირავს ჩემი გულივით დაცლილი თოფი ირგვლივ ბარდები მე თვალს ვაყოლებ ახალ დაჭრილ ფრინველის ფრენას რატომღაც მჯერა ამ ფრინველივით მეც მალე სადმე ჩამოვარდები ლექსმაც მიმტყუნა ჩემი ჩანგი რომელ კასრის ქვეშ დამრჩა ნეტავი თვრალი ვარ თვრალი ცა ედემია ვკოცნი ვაზის რქას და ვაზის ფესვებს ყველა სირაჯი მამა ჩემია და ყველა კახვას ვუკითხავ ლექსებს და ასე ახლა როცა ესეთი საყვარელი და ძვირფასი ადამიანები წავlen ხოლმე მე გიხდება გახსენება იმის რაც იყო იმიტომ რომ იმ დროს როცა ერთად ხართ ერთად მუშაობთ კეიპოპთ დროს ატარებთ რატომღაც გონია რომ ეს იქნება მუდამ აზერბაიჯანში ვართ შორს ერთი ღამე, მეორე ღამე უშედეგო, ტახტზე სანადიროთ ვიყავით და უცებ კითხა რაღაც
სულ მოულოდნელად, იმიტომ რომ ხომ იცით, როდესაც თოფი გადახსნილი გაქვს და ვაზნები ლულაშია და სხვაგან არის გონება წასული, უცებ კითხა, როდესმე ჩვენ ქვეყანას რამე ეშველება? ცხადია, უმალ პასუხის გაცემა ჯერ ერთი მოულოდნელი კითხვა იყო. და აი მაშინ დაფიქსირდა ჩემ მეხსიერებაში განსაკუთრებულად სევდიანი გამომეტყველება მისი თვალების. ვერაფერი ვერ უპასუხე. ვფიქრობ, რომ ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთ 1000-წლოვანი დინასტიის, ბაგრატონთა დინასტიის მემკვიდრე ყავს და გრძელდება ეს შტო. სიმბოლურად მაინც გრძელდება. მე ვიცნობ რა ამ ოჯახს და ვიცი მათი დამოკიდებულება ტახტთან მიმართებაში, მათ არასდროს მოუთხოვიათ საქართველოს სამეფო ტახტი. ისინი ჩვეულებრივად, როგორც რიგითი მოქალაქე ცხოვრობდნენ, განიცდიდნენ ზუსტად იმ გაჭირებას, რასაც მთელი ერი განიცდიდა. და მუდამ საქართველოში ცხოვრობდა ეს თვითკურთხეული ოჯახი. პირდაპირ შთამომავალი იყო იმ დიდი ბაგრატიონების, ხო? ესე იგი სისხლით და გენით და ყველაფრით. ნახე, ნამდვილი არისტოკრატი იყო კაცი, რომელიც ამას არასოდეს ხაზს არ უსვამდა, არა მარტო სიტყვიერად, თავისი ქცევით, თავისი ადამიანებთან ურთიერთობით, მაგრამ ეტყობოდა, არ ვიცი. ჩემი ლამაზი ოცნება ის, რომ როგორც ოდითგანვე ბაგრატიონები იყვნენ საქართველოს მეფენი, პატრონები და ხშირ შემთხვევაში თავდადებულნი და შეწირულნი სამშობლოსათვის, ეს დღე კვლავ გათენდეს და როგორც ჩვენი უწმინდესი ბრძანებს მეფე მეფობდეს საქართველოში, არ მართავდეს. მართავდნენ დემოკრატიული ინსტიტუტები, მაგრამ მეფე იყოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გარანტი. და ეხლა, როდესაც საქართველოს ხვალინდელ დღეზე ფიქრობ კაცი, სინამდვილეში ძნელია იპოვო ადამიანი, რომელსაც იტყვი, რომ აი ბაგრატიონთა შორის ლაპარაკობ. თუმცა არის იგივე პეტრეს ოჯახის წარმომადგენლები, ღირსეული ხალხი, სადაც ამის არჩევა შეიძლება და ერთს წაუძღვებიან ისინი წინ, მით უმეტეს ჩვენ ვიცით, რომ ეს მარტო არ იქნება, არის ქართული ეკლესია, ქართული ქრისტიანობა, რომელიც ბაგრატიონების გვარის დიდი მხარდაჭერი უნდა იყოს. საქართველოს ისტორია ფაქტურად ბაგრატონთა ისტორია და უნდა ითქვას, რომ ამ ღვთისმკურთხეულ დინასტიას უამრავი მემკვიდრე დარჩა დღეს. აზზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ბაგრატონთა გვარის მატარებელი, როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში. და ბუნებრივია, რომ ყველა ტახტის მემკვიდრე ვერ იქნება. საქართველოს ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი მერვის უშუალო ჩამომავალი. მე-15 საუკუნის ბოლოს და მე-16 საუკუნის დასაწყისში, როდესაც წიმე ვითარების საშინაო თუ საგარეო პირობების გამო ერთიანი საქართველო დაიშალა ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოებად, აი ეს ერთიანი საქართველოს ბოლო მეფე გიორგი მერვე კახეთში გადავიდა სამეფოდ, სადაც ის უკვე ითვლებოდა როგორც გიორგი პირველი კახეთის მეფე. ამის უშუალოდ ჩამომავალია ერეკლე მეორე. ერეკლე მეორის შვილის საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი მე-12-ის ძე იყო ბაგრატი. ბაგრატის ძე იყო ალექსანდრე ბაგრატიონი, ამ ალექსანდრეს ძე იყო ჩვენი პეტრეს მამა, აი ეს დიდი პეტრე.
ეს არის უშუალოდ არა მხოლოდ ქართლ-კახეთის სამეფოს ტახტის პირდაპირი მემკვიდრე, არამედ ერთიანი საქართველოს ტახტის უკანასკნელი მეფის გიორგი მერვის პირდაპირი მემკვიდრე. ბაგრატიონთა გვარი მოწესრიგებული გვარია, დინასტია თავისთავად შიდა დინასტიური მოწესრიგებულობა არსებობს და ყველას აქვს თავისი რიგითი ნომერი. და ამ რიგით ნომერის პირველი ნომერი გენეალოგიური ტაბულითა და მე-18 საუკუნეში ივერიელთა ტრაქტატით ეს სუვერენობა ეკუთვნის ერეკლე მეორის შთამომავლებს ქართლ-კახეთის ძირითადად ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეს ბატონ პეტრეს. ბატონიშვილი პეტრეს გარდაცვალების შემდგომ ტახტის მემკვიდრეობა ბუნებრივია გადავიდა მის ვაჟზე ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკის. დღეს სასიხარულოა ის ამბავი, რომ საერთაშორისო დონეზე იგი აღიარებულია როგორც დე იურე მეფე საქართველოს. მცხეთაში აგარაკი ჰქონდა და იქ ყოფნას არაფერი ერჩია. ყავდა ერთი ბომბორა ქართული ნაგაზი, მოშინაურებული კაჭკაჭი მათიკო. აივანზე კედელზე თოფთან ერთად ეკიდა მის მიერ მოყბული ორბის ფრთა. რა დამავიწყებს იქ ზამთრობით გატარებულ დღეებს. უცბად აგრეალებული ბუხარი, მოგრძალებული სუფრა, ცრემლივი წმინდა ღვინო და მასპინძელი გულიანი ბრწყინვალე მოხართული და მეისტორია და თან საქართველოს უკანასკნელი მეფის პირდაპირი შთამომავალი. მხოლოდ იქ მცხეთაში სუფრაზე ვიწრო წრეში ვეტყოდი ხოლმე დიდო მეფე. ეს საქართველოს ტახტის მემკვიდრის პოეტი მეფის პეტრე პეტრეზე ბაგრატიონი გრუზინსკის სასახლეა მცხეთაში. როგორ მოხდა ჩვენი გაზები რა დაიგო სხვა რა დამრჩა სევდიზე რაც მიყარდა რაც გიმწამდა ძარასულ მასულთან რა დამრჩა სევდიზე რაც მიყარდა რაც გიმწამდა ძარასულ მასულთან სიცოცხლის ბოლო თვეები ამ სახლში გაატარა. სად გაექცევი საკუთარი ჭრილობის ტკივილს, სევდას უძილო ღამეებით ბევრჯერ აწონებს, საკუთარ აჩრდილს მლიქვნელივით ფეხქვეშ გაწონებს. ამ სახლის სარკმელიდან კარგად მოჩანს არაგვი, ჯვარი, უსასრულობა. ქრიან ქარი, ნაცრისფერი ქარები ქრიან, უმთვარო ღამეს გვიან, სულ გვიან, გამხმარ ტოტებზე თვალებს ითხრიან და მერე ასე უმისამართოდ ქრიან და ქრიან,
მინდვრის ყვავილებს ფურცლებს აცლიან, სამარის ლოდებს მიწას აყრიან, ქრიან ქარები, ნაცრისფერი ქარები ქრიან, ადრახო ქრიან, მეც დავიწყების მტვერს მომაყრიან, ქრიან ქარები, ნაცრისფერი ქარები ქრიან. ბატონი პეტრეს სიტყვებს მეც დავიწყების მტვერს მომაყრიანო უფლისნებით აღსრულება არ ეწერა. 1996 წლის 1 დეკემბერს აღსდგა ისტორიული სამართლიანობა. გარდაცვალებიდან 12 წლის შემდეგ უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით სახელმწიფო მინისტრ ბატონ ნიკოლე კიშვილის ძალისხმევით მცხეთა-თიანეთის გუბერნატორ ბატონ შალვა ობგაიძისა და მაშინდელი კულტურის მინისტრის ვალერი ასათიანის თანადგომით ქართველი პოეტი საქართველოს ტახტის მემკვიდრე პეტრე პეტრესზე ბაგრატიონი გრუზინსკი და როგორც მისი ღვთისმკურთხეული გვარის შვიდს ეკადრება სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში პირველ რეგისტრში ვახტანგ გორგასალის მეფე ერეკლეს გიორგი მე-12-ისა და ამის გვერდით დაკრძალეს. წელს მზის სისტემაში ჩემს მიერ აღმოჩენილ მცირე პლანეტას მე მივანიჭე სახელი. სარგებლობდი რა პირველ აღმომჩენის უფლებებით ამ პლანეტას უწოდე სახელი ცხეთა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პეტრე გრუზინსკის პოეზია, მისმა მშვენიერმა ლექსებმა. მე განმაცვიფრა მისმა ღრმაცოდნამ თავისი ქვეყნის მშფოთვარე ისტორიისა და უსაზღვრო სიყვარულმა მშობლიური ხალხისა. ეს იყო ჩემთვის ახალი სამყაროს აღმოჩენა. ნიშნად დიდი მეგობრობისა და მებადა სურვილი უკვდავმეყო პეტრეს სახელი და მისი ქვეყანა ასეთი არაჩვეულებრივი გზით. ეს მოვიმოქმედე ნიშნად აყვანისცემისა დიდი ქალაქისა და დიდი კაცისადმი. დღეს განსაკუთრებული დღეა. პეტრე გრუზინსკი უბრუნდება მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძრის ისტორიულ მიწას, რათა ჰპოვოს საუკუნო განსასვენებელი მის დიდებულ წინაპართა გვერდით. და ეს დღეიდან მცხეთა და პეტრე ბაგრატიონი გრუზინსკის სახელი სამუდამოდ დაუკავშირდნენ ერთმანეთს დედამიწაზე და სეცაში. დანიელი ასტრონომი რიხარდ ვესტი, მიუნხენი 26 ნოემბერი 1996 წელი. მინდა თქვა რომ მაინც ბედნიერი დღეა დღეს. ბედნიერი დღეა იმიტომ რომ პეტრე ბაგრატიონი მიებარება მიწას, სვეტიცხოვლის კურთხეულ მიწას, სადაც განისვენებენ მისი დიდებული წინაპარნი.
ღმერთმა დალოცავს და ღმერთმა აწყვოვნოს უკდავის მონისტრისა პეტრე ბაგრატიონისა ეს პეტრეს ოჯახია, მეუღლე ქალბატონი ლიკა მგელაძე. ქალიშვილები დალი და მზია. პეტრეს ვაჟი, ბატონიშვილი ნუგზარი, კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი. ნუგზარის მეუღლე ლეილა ყიფიანი. პეტრეს შვილიშვილები ბადრი, ანა და მაია. და მათი შვილი. ბატონი პეტრეს ოჯახის სახით აქ წარმოდგენილია მეფე ერეკლეს მემკვიდრე და მეექვსე და მეშვიდე თაობა. ვიცი ჩემ შეცდომებს კვლავ გავიმეორებ ისევ რომ დავიწყოს სიცოცხლე თავიდან და მაინც არტუღას დღეს ლოცვამ წადია წმინდაო მარიამ მე შენთან მოვედი ნაზარზე შიშველი ჩემთვის არაფერს გთხოვ ვეღარას მიშველი მე იმას გავედრებ ჩემს სახელს კი არა ვინც ჩემთან ტკივილთა სევდას ეზიარა ფარავდე მას ჩემი ნახველით დარდიანს წმინდაო წმინდაო მარიამ